დაიქცა ციხე არსიანისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. თურმე კლდეკარის ერისთავი თავიდან მიმხრობია მე ამბოხეთა. თავისი მხედრობით მისულა თბილისსა. ცოდნია მეფე გიორგის ლიპარიტი დაიგვიანებდა აცლიდა ვიდრე მეფე გაეცლებოდა თბილისსა. თურმე მეფე ვეღარ ენდობოდა ამირს პასალარსა. დემეტრე უფლისწული ძე მეფე დავით მეხუთესას სიძე ივანე ორბელისა. მეფე ფიქრობდა ამირს პასალარი მოინდომებს თავისივე სიძის გამეფებასო. ივანე ორბელი სიძე ივანე აბუსერის ძისა. ცოდნია კუბასარსა ყივჩაკთა მხედრობის სარდალსა. მანამდე ცოდნია მხარგრძელსა. ბოცო თორელი ივანე აბუსერისძე მისულა ორბელის ციხესა. ზაქარია ხურსისძე ნათესავი ორბელისა მისულა ტაბახმელასა. გაუგია მეფე გაეცალა თბილისსაო, მისულა ორბელის ციხესა. ცოდნია პატრონსა ლორეს ციხისა მამა მხარგრძელსა. სარგის თმოგოლი ნათესავი ორბელისა, მტერი ლიპარიტისა, მისულა ორბელის ციხესა. მეფის განზრახვა ცოდნია გაგელსა. მიხვდა ივანე ორბელი, გაება მეფის ხაფანგსაო. თურმე დემეტრე არწმუნებდა, მიდი ითხოვე პატიება შეგიწყალებსო. ცოდნია ორბელსა, მანამ დემეტრე, მემკვიდრე მეფის ტახტისა, ცოცხალია, შეწყალების იმედი ვერ ექნებოდა ამირს პასალარსა. თურმე უთქვია არ დაგინდობსო. თურმე ბოლომდე სჯეროდა უფლისწულსა მაპატიებსო. გასულა ორბელის ციხესა, ხლებია მეფესა. უთქვია მეფესა, ამბოხის მოთავე ორბელია, ვიცი დაგიყოლია. ივანე ორბელს ვაგებინებ პასუხსაო. მერე გასულა თმოგველი, პატიება უთხოვია. მერე გაგელი დაურწმუნებია თმოგველსა. ხურსისძე კახაბბერი, ბოცო ივანე აბუსერისძე, ამირს პასალარი ივანე ორბელი დარჩენილან ციხესა. თურმე თეკლე და ვანენი მანამდე გაუხიზნია, დაუმალია ხიხანის ციხესა. ბჭობა გაუმართია ივანე ორბელსა, გავიდეთ მეფე არ დაგტოვებს ცოცხალსაო. ციხის აღებას ადვილად ვერ შეძლებსო. თუ დემეტრემ დაიყოლია, შევძლებთ გარიდებასაო. თურმე უთქვია უფლისწულსა, თუ ცოცხალს დატოვებ, ნებით ვიტყვი უარსა მეფის ტახტის უფლებას დავთმობო. მეფე აგვიანებდა პასუხსა. დემნას ეგონა მაპატია მეფემაო. ეგონა აპატიებს ორბელსაო. თურმე არ ეცალა მეფესა. ახალი ამბოხი დაწყებულა. საომრად წასულა. მანამდე დემნა ხიხანსა ყოფილა. იქ ელოდა პასუხსა მეფისა. მეფეს დაუმარცხებია მე ამბოხენი. დაბრუნებულა. მე ამბოხეთათვის 20 დღე მიუცია. მერე შტურმით ავიღებ ციხესაო. 10 დღე მოუცდია დაცემია ციხესა. ბრძოლით აუღია ციხე ორბელისა. 4-ვე თავადი მათთან ერთად შეუპყრია ძე ორბელისა. მერე ბოცო ივანე აბუსერისძე, ხურსისძე კახაბერი შეუწყალებია. წაურთმევია ციხენი. მერე უბრძანებია ლიპარიტისთვის, მიდი არსიანის ციხესა, შეიპყარი დემეტრე უფლისწული. დღეიდან ციხის პატრონად დამიდგენი ხარო. მალევე მისულა ლიპარიტი ციხესა არსიანისა. დაუქცევია ციხე. მერე უთქვია, დემეტრე არ დაემორჩილა მეფის ბრძანებასა, ციხე დავაქციე, შევიპყარიო. თურმე იყარა ჯავრი თავისივე მოდგმისა. ადრე მისივე პაპას წაუღია ციხე. გამოუხსნიათ ივანე ორბელის ხელითა. ივანე ორბელი, მისივე ძე მირდატი, უფლისწული სიკვდილით დაუსჯია გიორგი მეფესა. 12 წელი იყო ლიპარიტი ვითა პატრონი და ქცეული ციხისა. მერე ვუწყალობე შოთასა მივეცი ხარჯი ციხის აღდგენისა. 1 წელი მოუნდა ციხის აღდგენასა. იქვე ააგო საზაფხულო სასახლე მეფისა. მანამ ვერაგისენი მომერეოდა ზაფხულს ვატარებდი ხიხანსა. დაბასა. მერე ავაგე ციხე აგარისა. ვიცოდი ფასი ერთგული კაცისა. ვიცოდი ფასი მისივე ნიჭისა. ვეღარ ვენდობოდი ვეზირთა რჩევასა, პოეტი გამოარჩიე, ვითა მომავალი მემკვიდრის მამა. მანამდე მივედი ალანთა მეფის სახლსა. დავიყოლიე უფლისწული, შევირთე ვითა ქმარი მეფისა. დავიცავი კანონი ჩემივე სამეფოსა.